რაგეგმები აქვს საუმე ზურაბიშვილს, ეს ჯერ ისევ უცნობია ოპოზიციამ მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აანონსებს, თუმცა ჯერ მათთვისაც გაურკვეველია თუ რა იქნება ერთობლივი სამოქმედო გეგმა. ოპოზიციონერი ლიდერები ერთადერთ ლეგიტიმურ პერსონად ქვეყანაში სწორედ ზურაბიშვილს ასახელებენ და ამბობენ, რომ აქციების პარალელურად საერთო გეგმაზე მუშაობა დაიწყება. მართლ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციისა და საუმე ზურაბიშვილის გეგმები მხოლოდ ქვეყნის არებას ემსახურება. ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა არის ერთიანობის მომხრე. ამიტომ ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობთ როგორც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან, ისე კონკრეტულ პოლიტიკოსებთან თუ ფიგურებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან, რადგან გვესმის, რომ მხოლოდ ერთობით, მხოლოდ ურთიერთკოორდინაციით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვება. რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ ვიცით, რომ მან უნდა გააკეთოს განცხადება მის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ამიტომ ველოდებით მის განცხადებას მოусმინთ მას, თუმცა მზადა ვართ თანამშრომლობისათვის ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. სალომე ზურაბიშვილი ზოგადად თავის გეგმებზე ყოველთვის თვითონ საუბრობს და ამჯერადაც ჩვენ დაუტოვებთ მას ამ შესაძლებლობას, რომ თვითონ გაგვაცნოს საკუთარი გეგმის შესახებ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მიზანი, საბოლოო მიზანი არის ერთი და ეს არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ასევე პატიმართა გათავისუფლება, უპირობო, თუმცა სხვა მხრივ ოპოზიციურ პარტიებს შორის და ჩვენ პარტიასა და სხვა ოპოზიციური ფლანგის პარტიებს შორის არის ფასეულობითი ძალიან დიდი განსხვავებები. შესაბამისად, ჩვენ მიუყვებით მკაცრად ჩვენს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭებას. მე ზოგადად ნაკლებად ვჯერა, რომ ერთმანეთის მოტყუებით რამე კარგ შედეგს მიიღებს ვინმე. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ქონდა რაღაცა მოლოდინები, რომ რაღაც ხანამ თარიღში რაღაც მოხდებოდა, ხანამ თარიღში პრეზიდენტი გამოვიდოდა თუ არ გამოვიდოდა და საბოლოო ჯამში ეს ყოველთვის თავდება ადამიანების იმედების გაცრუებით და თვითონ ეს პროცესი სანამ არ დამთავრდება, სანამ სიმართლის ლაპარაკს არ დაიწყებს პრეზიდენტი და მისი ამალა, მანამდე მე მგონი არაფერი არ გამოვა მათი საქმიანობიდან. მე არ მგონია, რომ ზურაბიშვილის ფიგურა ეხა იყოს მნიშვნელოვანი, როცა უკვე აღარც ის ფორმალური პრეზიდენტი აღარ არის, როდესაც მავნებლობით იყო დაკავებული, რა სივრცე ექნება ეხა ზურაბიშვილს არ აინტერესებს ქართულ საზოგადოებას. მეცაც გეტყვით, თავად პოლიტიკურ სპექტრშიც არ არის ინტერესი და კოლექტიურ ნაცმოძრაობაშიც, რა თქმა უნდა, არ არის. კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ თავიანთი ბელადი დაივიწყა სააკაშვილი, ჩვენ კარგად ვიცით, რომ აბსოლუტურ იგნორს უკეთებენ მის სიტყვებს და პირდაპირ საჯაროდ ამბობენ, რომ არ აინტერესებს რას ამბობს მათი ბელადი სააკაშვილი და ხა მით უმეტეს ზურაბიშვილი რა სივრცეში იქნება და ახალი წლიდან რას გააკეთებს, ინტერესის სფერო არ იქნება.